სრული ანშლაგი ათენის მუსიკის სასახლეში და ფონდი ამნანას მიერ ორგანიზებული მასშტაბური საერთაშორისო პროექტი. 2007 კაციან დარბაზში ბილეთების შოვნა კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე შეუძლებელი იყო. თბილისიდან ჩასული კონცერტის შთამბეჭდავ შემადგენლობას ადგილზე ბერძენის შემსრულებლები დახვდნენ. სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ათენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრიც არის, თუმცა აკროპოლისის პართენონთან და ამ ქუჩებში სეირნობას საბერძნეთში მცხოვრები ქართველები იშვიათად ახერხებენ. უკეთეს შემთხვევაში მძიმე სამუშაო კვირის ბოლოს. ტრაგიკოსებისა და ფილოსოფოსების ქვეყანა ქართველებისთვის ემიგრაციის წლებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დიასპორის სიდიდის მიხედვით საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ქართული კულტურის საღამოები აქ საკმაოდ იშვიათია. იავნანას საქველმოქმედო კონცერტი თავისი მასშტაბით იყო პირველი ბოლო 10 წლის მანძილზე. საკმარისი მომღერალი. და მისგან მაგ ნასწავლი Iapăsați emătat. ეს არ არის არ მომღერია და არც არავინ არ მომღერის. Ețidenești canena și tragudisia. და არავინას არ მომღერის, როგორ მან მომღერეს. კლინო მე პროსტაგა. Keți mă văfrit cu înțelegerea. მე დიდი მაგარი. რევაზ ლაღიძის თბილისო დუეტში ამ სიმღერის ორი ყველაზე ცნობილი შემსრულებლისგან საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ნომერი იყო. იოვანა კალპაქსმა საქველმოქმედო საქმისთვის კიდევ ერთი გაიღო. მან საქართველოს თავისი დისკებისა და წიგნების საავტორო უფლებები გადასცა. Είμαι πολύ ευτυχισμένη που είσαστε εδώ. მე სიმღერის შესრულებით საქართველოში ჩერნიგულის ნაწილი დავტოვე. ამ სიმღერით მინდა ვეამბორო თითოეულ ქართველს, რომელსაც ჯერ კიდევ ვახსოვარ. იავნანას დიდი სამეგობრო ამ საღამოს 2700 ადამიანით გაიზარდა. ათენის მუსიკის სასახლეში შეკრებილი საზოგადოება, ქართველი და ბერძენი ვარსკვლავები ფონდმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის იდეით გააერთიანა. სიმბოლურია, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ასაშენებლად საქველმოქმედო საღამო იმ ქვეყანაში გაიმართა, სადაც სასწაულთმოქმედი ხატია დასვენებული. ამ კონცერტისთვის ქართველი ვარსკვლავები სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ. ქართველ კოლეგებთან ერთად სცენაზე მათი ბერძენი კოლეგებიც იდგნენ. მარიო ფრანგულისი 5 ენაზე მღერის. ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ვერის ლასკალა სცენაზეც კი. მარიო ფრანგულისი ერთადერთი ბერძენია, რომელიც ლუჩანო პავაროტის კონკურსის ლაურეატი გახდა. ბერძნული სცენის ვარსკვლავებს შორის თამთა გოდუაძეც იყო. თბილისიდან ათენში ის 10 წლის წინ ჩავიდა. დღეს კი ბერძენი თინეიჯერების კერპი ადგილობრივ მიუზიკლებში მთავარ პარტიებს ასრულებს და ბერძნული ბუზუკის ვარსკვლავად ითვლება. ბავშვობაში ამ ყველა ადამიანს მხოლოდ ტელევიზორში უყურებდი და ახლა შანსი მეძლება, რომ მასთან ერთად ვიმღეროთ. ჩემთვის რაღაც საოცრებაა, ძალიან მიხარია. ამ კონცერტში პაატა ბურჭულაძემ თხოვა მონაწილეობის მიღება. მადლობელი ვარ, რომ შევძელი წვლილი შემეტანა ტაძრის მშენებლობაში და მიხარია, რომ ეს პროცესი საბერძნეთიდან დაიწყო. ათენის ყველაზე დიდ და სოლიდურ საკონცერტო დარბაზში მაყურებელი ფეხზე რამოდენიმეჯერ პირველად პაატა ბურჭულაძის გამოსვლაზე ადგა. გაუცება პუბლიკის განსაკუთრებული ემოციებისგან საღამოს წამყვანმა ბერძენმა მსახიობმა იოსიფ მარინაკასმა ჯერ სცენაზე ვერ დამალა შემდეგ ინტერვიუში. გაუცებული დავრჩი ქართველი ხალხის სიტყვით. თარგმანიც კი არ მჭირდებოდა, ყველაფერი მესმოდა. პირველი ტაში რომ გავიგონე, ასეთი რეაქცია მქონდა. ვაუ! დარბაზის განწყობა არტისტებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. ნინო ქათამაძემ მსმენელებს ჯერ სცენიდან, შემდეგ პარტერში მიაფერა. არ ვიცი, მინდა ვიყვირო, ისეთი ემოციებით სავსევა. იყო მომენტები, რომ ვიტირე კიდეც. რა ვიცი, რა გითხრათ, არ ვიცი, სასწაული იყო ჩემი აზრით. ათენის მუსიკის სასახლეში ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა იმ დღეს პირველად იყო და უმრავლესობა იმ მოხუცებთან ერთად, ვისთანაც ცხოვრება უწევთ. მე მახლავს ეს ბერძენი ადამიანები და პირადად ვარ ძალიან ბედნიერი, რომ იხილეს თუ საიდან აღარც ჩვენ. ქართველთან ერთად ცხოვრობ, როგორც საკუთარი შვილი ისე მიყვარს. დღეს სხვა ქართველები ჩემეყვა.
საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი ათენში სწრაფი ფულადი გადარიცხვის კომპანია ინტელექსპრესი იყო. კომპანია კომერციული საქმიანობის გარდა გამოსცემს ერთადერთ ქართულენოვან გაზეთს დოკუმენტში. ქართული საქმისთვის მათ ფონდის დამფუძნებელმა ოქროს რაში გადასცა. თავიდანვე დაწყებიდანვე რო დაიმუხტა მთელი დარბაზი ემოციებით, ეს ემოციები მატულობდა დარბაზის ბოლოს მე დავინახე ძალიან ბევრი რომელიც ტიროდა და ცხენებს ვერ იკავებდა. დარბაზის ნახევარზე მეტი ტიროდა და რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მე არ ვიცი ახლა ჩვენ ამათ მოვეფერეთ თუ პირიქით გული მოუყალით ამ კონცერტს. ორივე. იმიტომ რომ იმდენი იტირეს, მათ რომ კულისებში სტილილი ქონდა ჩვენ, რო გიყურებდეთ და ჩემო კარგო ქვეყანა მთელი დარბაზი ერთად ვეროდა. რასეთ მოგიცხენია. ხანგრძლივი საკონცერტო პროგრამის ბოლოს პაატა ბურჭულაძემ ბისზე ჩემო კარგო ქვეყანა 7 კაცასთან და თავის სასცენო მოღვაწეობაში ყველაზე დიდ კაპელასთან ათენის მუსიკის სასახლეში შეკრებილ 2700 ადამიანთან.